აკაკი გოგიჩაიშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა. აქ უნდა დავდგე, ხო? კი ბატონო, აი. სალამი, კარგი. მეცინება ეხა მე, მაგრამ რა ვქნება? ფულზე ვარ მოსული. დიდი მადლობა რომ გადაწყვიტე ჩვენთან მოსულიყავით გადაცემაში. სასიამოვნოა. კრიზის რა უთხარი. აკო, აქ რა მოგიყვანა მითხარი? ფულზე ვარ მოსული და თუ სხვა რამეს იძლევიან კიდე მითხარი. და ხუმრობ ხოლმე შენ? რა ვიცი, არ მეხუმრება ერთადერთი რაც მახსოვს, ტურიზმის დეპარტამენტის შეფს ეხუმრა. ეგ კარგად მახსოვს. საკმაოდია. ამაზე ალბათ აკეტადან გაგცეს პასუხს, რატომ ეგ რისიკეთება არ გიყვა სცენაზე გამოსვლა და მასხრობა. რას არის ზავ ახლა მართლა კრიზისის დროს ფულის გამო და ასაკი 60 აკაკი ცოტა არ არის? ჭაღარა არ მაგდა ვიფიქრე იქნება ასაკსთან პაწივი გაიცინო პატარა თქმა ჩავწერე. ნატრის თვალი რომ მქონდეთ რა შეიფიქრებით აქ ვერ დავწერ. პრეზიდენტი რომ იყოთ რას იზამდით აქ ვერ დავწერ. მე წარმოდგენილი მაქვს და ტურიზმის დეპარტამენტს. კარგი და თუ კი ბატონიკასაც არაფერი აქვს შეგუთხო შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონო აკაკი. შესავალი გნებავთ თუ პირდაპირ ჩავთოთ რო? ჩავთოთ რა ვიცი. მაშ წარმატებებს გისურვებთ 3, 2 და 1. როგორც თქვი ფულზე ვარ მოსული, იმიტომ რომ იცით რომ ლარის ვარდნის ფონზე 30% შეგიმცირდა ხელფასი, ყველა იცის ეს, გვარამიონ ვერ გაიგო, ხელფასს ვერ მოგიმატებთო. კარგია პირველი ღიმილი იყო. ბატონ ნიკოლოზ გვარამიას გაეღიმა. ხელფასზე ხუმრობებზე მხოლოდ მე ვიღება. 50 ლარი თქვენია. ძალიან მაგარია 50 ლარი. ძირითადად აქ ნიკაზე იქნება აქცენტები, ძირითადი აქცენტები გაკეთებული, მე თუ გინდეთ გავალ. ჩვენ გავიდეთ, ხო ეგარ? ჩვენ გავიდეთ. შენ იყავი. პირველი წუთი 50 ლარიანი მოგებულია ხო რა ვიღებდით ამ თანხას? არა, 50 ლარზე არ ვარ მოსული. არა, ვაგრძელებთ ესე იგი 100 ლარზე. კარგი. 3 მომატებული იქნება რო გავალ, კაცი. ნახოთ კურსი რა იქნება. 3, 2, 1. კრიზისზე ვსაუბრობთ, ლარს ვერ ავწდებით, ცუდ დღეშია საწყალი, გეცოდინებათ. ბოლო ინფორმაციით ისე ცუდად არის, რომ ახლობლებსაც ვეღარ ცნობს თურმე. სანახავად მისული ხადური ვერ უცნია, არ ხარ შენ ფინანსთა მინისტრიო, ივანიშვილს ითხოვს საწყალი. არდა როგორ შეიცვალა დრო ადრე 60 წუთს მაძლევდა კომპანია, რომ მაყურებელი არავითარ შემთხვევაში არ გამეცინებინა და ეხლა 60 წუთში გააცინეო. არა და 1000 ლარით საჭიროა უარს ვერ იტყვი. ლარის კურსი ისე დაეცა ბიზნეს კურიერის სტუდიაში გავხსენით ლომბარდი. ხო მართლა რო იცოდეთ, იკალიშვილია გამოსაგები პროცენტები ემატება. ლომბარდი რა მაგარი უკარო რა ოქროს აბარებენ. იკალიშვილი რამდენად ჩაიბარე? მე ვიტყვი. შინაურია და კარი ფასი. არაბიძეს წასკდა სიცილი ლომბარდის გაგონებაზე. 100 ლარი თქვენია, 100 ლარი თქვენია, წინ 200 ლარია. ვაგრძელებთ ამას. 3, 2, 1. დავარდა ლარის კურსი მომიწია ავტობუსით გზავრობა, შემხვდა გვარამია ავტობუსში და ამ ხელა ფეისიკაციო რატო დადიხარ ავტობუსით ტელევიზიას არ ცხენო. ჩადი ეხლა ავტობუსიდან, ჯერ ბილეთები მაჩვენეო და ქვითარი მოიმარჯვა. ეგეთი კრიზისია რომ უკვე კვადრატოთკებზე წავედი. აქეთ მიდი 사ქმე. კარგი. სუდათ არის საქმე. სუდათ არის ჩვენი საქმე. 200 ლარი თქვენია. წინ 400 ლარია. ვაგრძელებთ თამაშს. გავაგრძელებ. აბარა 3, 2, 1. არა და ვერ აუღეს ალღო სიტუაციას და ეს არასამთავრობოებიც სრულიად არაადეკვატურებია გახდნენ. კვლევა გამოაქვეყნეს ქალაქში ისეთი გამონაბოლქვია, სუნთქვა სახიფათოა და აბა 100 საწარმოს რომ ეძებდნენ სად არისო, ეს ბოლი ვერ დაინახეს? ეს 100 საწარმო რომ ბოლია, იმთავითვე ცნობილი იყო. აი ბატონო. ამ ეკონომიკურმა გარემომ შეცვალა ანეკდოტებსაც დაეტყო, თუ ადრე იტყოდი ჩემო მეგობრებმა ისეთი მსუქანი ქალი მოიყვანა ცოლად ტაქსმა რომ შემოუღოს 5 ლარს დაწერსო, ახლა უნდა თქვა $42 დაწერსო. ლარშიც ვერ გადაიყვან, იმიტომ რომ სანამ ანეკდოტს მორჩები შეიძლება კურსი შეიცვალოს.
ხო და შენ ხარ ჩემი ბატონი 20 წელია მე და ჩემი ცოლი ჟურნალისტიკაში ვარ და აგერ კარიერის პიკზე ნინოს დილის 5 საათზე უწევს ადგომა რომ ვირტუალური საუზმე მოამზადოს და მშიერი მაყურებელს რა მომხედე ემილი იყო კი ნიკოლოზ გაგეღიმა შემიძლია გავამეორო ასე კარი პრობლემა სათნოების ღიმილი დამთამაშებ და ალბათ შეიძლება იყოს სათნოები შეიძლება არა მაგრამ ფაქტია რომ რა დრო შენი სათნოებაა ეხა კაცო ფულია 400 ლარი თქვენია მომილოცავს წინა საფინალო წუთი 1000 ლარი მაგრამ შეგვიძლია შევწყვიტოთ ავიღოთ 400 ლარი და დავხარჯოთ სანამ კურსი კიდევ არ ხარჯია გავაგრძელოთ ანუ აგძელებთ ვაგძელებთ აღარა გაქვს ხუმრობები და რასაც წერე არა უშავს ადი 400 ლარი არ არის ცოტა $100 სულ. $100 დილიდან აქ ვარ და ასე დავარ და კურსი 400 ეგრეა. გავაგრძელოთ? კი ბატონო, 3 2 1 თავრობა ვერ ხედავს კრიზისს. ამიტომ ღარიბაშვილმა, ხადურმა და კობახიძემ პროექტი გააკეთეს. დაამანახე და მოიგებ. დაიბარეს თავრობის წევრები და დაგვანახეთ კრიზისი და პრემიას მიიღებთო. ესენიც ეუბნებიან ხალხი შიმშილოს, პენსია არ ყოფნით, აქეთ, იქით, ესენი ძახიან, არა, ვერ ხედავთ კრიზისო. ბოლოს როგორც იქნა განაცხადეს, კაი, შეგვეშვი დავინახეთო და აბა პრემიაო, თუ კრიზისია, პრემიასაც ვერ გამოვწერთო თქვა ღარიბაშვილმა. ვა ის რა მოხსლია კომპიუტერებს პლუსები, სულ მინუსებად შეუცვლიაო იყურეს თავრობის წევრმა ჩვენაირი ეკონომიკა ევროპაშიც არსად არისო. ხო, იკითხა კომისიამ, კაი, აბა თუ ასეა მიიღებთ პრემიასო. ხო და ერთი რა მაინტერესებს თუ ჩვენ რო ვიძახოთ ყველაფერი კარგად არისო, გამოგვიწერენ პრემიას ნეტა გვარამიაო. ბიჭო რა გინდა? მაგაშია საკი. არა ხედა კი გამოუწერეთ 1000 ლარი ხრიკით ბატონ მარკაკიმ 1000 ლარი მოიგო აპლოდისმენტები მას აი ესე მაინც ხელფასებზე გლიცინით მოიგო ხო ეხლა კი ისე ხელფასებზე მედალიება არის და იდიოტი ამიტომ მომიყვანეთ ხო თავიდან ეხლა ხელფასებზე მეცილებაო და რამე სხვა რა გზა იყო დათვალე ნიკოლოზ დათვალე კარგად დათვალე აქ დერეგები და ის დერეგე რაღაცა და ის ბატონიკა პრემიას ჩაგეწერა მაგერ დაფრენცაც მოიცა მეგობრებო ხელფასებზე აღარ იხუმროთ თქვენ ჰეი ფარდის უკან თორე აღარ გაეცინია ბატონი აღარ მადლობა მდივას რამდენს ვიტოვებ 10% მადლობა ნუ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგი გადაცემა ხშირად უყურებ და ზოგადად რუსთავი ორიც ძალიან მიყვარს შესაბამისად მისი იუბილე მოდის ახლა და ბუნებრივია ჩვენ როგორც ჯარისკაცები ამ კომპანიის თუ საჭიროა ავატიროთ მაყურებელი ავატირებთ თუ საჭიროა გავაცინოთ რაც ახლა ამჯერად მე მგონი გამომივიდა